და რა კონცერტზე ვიყავი გუშინ, მაგრამ რა თქინდა კი სერი მაგაშეშებული მაგის მერე. რამდენი ხანია კონცერტზე აღარ ყოფილ ვარ, რაც შემექმარი დაიღუპა. აღარ მემღერება. ვინგა მთავარი მოყევი მიდი რა, ლია და მოусმინე ახლა. დედა მე რამდენად უნდა მომაყოლო გოგო, მაიმე ახლა გითხრა. ვზივარ ამ კონცერტზე და შუა სიმღერის დროს ამოქროდა რაღაცა ქარი. რო შეგამცირნებს რა, ხო და მეთქი კაცო რა ხდება ამ დახურულ სივრცეში, მოვიხედე, რო ავიხედე მაღლა, ბაბი კირკიტაძე არ დაფრინავს. ძალიან მაგარია. ფრენის ვიდეოც ხო გავწვიდე და მანდ ჩანხარ ინგა ხალხში. დაბნეული რო იყულები. სიმღერებში რო ახოლ მეგბაბი ნახე მაგლა? ხო, ნახე რა ახლა ავხედე. და იმდენი ტრიალა მე რო კი გამიშეშდა ეს კისერი. ძარღვი მაგ შეშინებული. მე მაგ ერთი ძალიან კარგი მასძენას მოგცემ და წაიცვი. დედა რა კაი მაზი მომცა კაცოლია, 1 საათში აგერ გამიარა თითქმის უკვე აღარ მტკივა. ხო და აცი გეცოდინება რომ კონცერტებზე მარტო წინ უნდა იყურო და არა ზივით. დაიჭირე ბურთი. ბაიმე, აუშენი. კიდე გაგიშეშდა? ისე რა მაგარია. დილით აღმოსავლეთით კონდა გაშეშებული და ხა მზე რო ჩადეს დასავლეთით გაგიშეშდა. იმენა კომპასი ხარ რა. ჯეამ ნამცხრებს რატო არ მაჭმევ? მე სტუმრებისთვის ამეთქი ეს, მე რამდენად გავიმეორო, ვერ გავიგე. დარჩება საღამოს და შეჭამთ მერე. ხო, რა პრობლემაა, შვილები ნასოფლალზე შევესიოთ. საჭმელიც არ მაჭამე, დილიდან გამოფიტული ვარ. დედა როგორ ჩაუკიცკიწებიათ. საღამომდე არ გამოხვათ ოთახებიდან იცოდე. მოდით გოგოებო, მოდით. დასხედით რა, მანდ გადავიდან თეფშებზე და ჩაუსხდეთ ეხლავე. ინგა ეს ბაყაყის სალათი მოგეტანე. მე რა ბაყაყის სალათი? ყაბაყის. კაილია დაგისინჯავ ამას საღამოს. წყალი სად არის? ხო გაფრთხილე მაშინ შემოხვიდე მეთქი. წყალი სად გვაქვს? დალია მიდიონკანთან. ძალიან გემრიელი ეკლერია, მადარტია ხო ესა? ძალიან კაია. კი ესეც ძალიან გემრიელია, ძუ. მაგას შუქვიალია დეიდა და არ მაჭმევს. მე გოგოებო ესეთი ორნახატი არაყერო თავიდან დაიბადებით რა. ხო და მოდი ამ ჭიქით გაგვიმარჯოს ამ კორპუსის გოგოებს რა. ჭიქა სად გვაქვს? ნებისმიერი. მე ოღონდ სამზარეულოში შემოვიდეს რა. არით სად არის ჭიქები? რისთვის გინდა? წყალი უნდა წავიხო. წყალი ხო წაიღე წეღან კაცო. ეგ ანასტასიასთვის იყო, გული აქვს წასული და ხალი ჩაზეწევს იქით. ბავშვებო, ძალიან მაგარი რაღაცა გავჩითე, მოდით აქეთ. რა გაჩითე, სასუსნავი? არა, სასუსნავი არ არის. და რომ ციყოს მაინც არ გაჭმევდი მაგ სკვინტლიანი ხელებით. დედა ჩემმა მომიყვარო ერთხელ ერთი ბავშვი იყო და ცხვიშითიც და მოკვდაო. კარგით ხო. რა გაჩითე თქვი? სკოლაპი ხო გაქვთ ორივეს, გახსენით მიდით და მანდ არის სხვა სამყარო და ეგ ნახეთ. მოაგროვი გლიტერები და გადაცვალე სარგებელში. რა მაგარია ვისარგებლოთ? ცოტნემაც მითხრა ჩამოვალო, დავალებებს წერდა. შეიძლება ის უნამტერალები ჩამოვიდეს და არაფერი არ შეიმჩნიოთ, ვითო არ ეტყობა წრემლების სახეზე. დედა ჩემმა მომიყვარო თურმე ცოტნე უთრევია დედამის თმებით. რო გაუშვა თურმე თმები ქონდა ხელში შერჩენილი. რა დროს თმებით თრევაა, დავალებებია შესასრულებელი და ყველაფერი 10 მისიის შემდეგ გახდება ცნობილიო, დავიწყოთ რა. ბავშვებო, შეხედეთ იქით ქურდი ვიღაც გარს ჩანთას ართმევს. როგორ ჩხუბობენ. ომარიკო, დედა შენია ეგ ქალი. დეგენერატო შენ. ომარიკო, მოდი მომეხმარეთ, კაცო. რა მოხდა ქალბატონო შემთხვევის ადგილზე? მოგვიყევით. ეხლა მოგიყვებით ყველაფერს. მოვარდა ეს დეგენერატი მარტყელდა ჩანთას და გავუწია წინააღმდეგობას. ხოლმე შეიძლება ჩემს დავყავდი ხოლმე ტანმარჯიშზე და რაღაცა ეს ენერგია არ მაკლდა არასდროს. დავარტყი ჩანთა და მე ეს ბავშვებიც მოვარდნენ ურტყეს ამათმაც და ეგ იყო. ეს შუაში რა თქოს მოთაშორე ეს ლამაზი ბავშვი ჩემი შვილია, ხო, ჩემი ბიჭი. ჩვენ ბესეთკასთან ვისხედით და სხვა სამყაროს მისიებს ვასრულებდით. ვასომ დაინახა დედა ჩემი და გამოვიკეთით აქეთ. 4 ბავშვი იყო, ესე თქვით წეღან და აქ რო 3 არიან. ეგ ცოტნე იყო დედამისმა წაიყვანა ქოჩრით. მაგათ ასახში არ მიხვდეთ რომ დაპატიმრება მოგიწევთ დედამისის. ანასტასია ოქროშული მოდის და არ შეიმჩნიო. გაიმები ბესეთკაში ყოფილა როგორც ყოველთვის. ანასტასია ვინმე ლაპარაკობს? გესმის შენ რამე ხმა? კი ოქროშვილი დგას აქ. გასუქებულა და კამარი 2 ნახრეთის იქით გადაუწევია. გასუქდებოდა, აბა რა იქნებოდა ისეთი ჭამა მაგან ჩვენთან. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მივჭამე? ხო არ გახსოვს ვის კონდა დალურჯებული თვალი ჩხუბის მერე? ეგ იმიტომ რომ დაგინდე, მაგასაც რო ვერ ხვდები. შემიძლია რომ ჩამერტყა შუშის ბოთლი შენთვის თავში და იქვე დასრულდებოდა ყველაფერი.
აუ თეკ მოდი ვაღიაროთ რა ეგ ბოთლი არ კი არა ვერ ჩაარტყი ვერ წვდებოდი ისე ყავდით მებით დაჭერილი ახლაც საჭერილი მყავს თუ არ გაკეთებ იმასაც გეტყვი ეგრევე Facebook-ზე აიტვირთება ერთი წუთი შანტაჟის ზონი მეცა შანტაჟიც კი არა ძეხვის და ლუდის სუნი გას ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან რო გამოვიძახე 20 ლერის მერე უფასო მიტანა და მაგას ვერ გავუმაზავდი აი მოვიდა კურიერი მოვალე ხლავე ალუდი გვექნება ძალიან ცუდია ოქროაშული რო ვერ დალევს ენაიჩლება ხოლმე ალკოჰოლს რო სვამს თუ ეგ ისედაც ეგრეა რა თქვი გაგა ამ კანირა ძალიან ნამეტანი მოგვივიდა ხა ხო ციხლი არ უნდა ჩაგირთხა კუჩში მithumetes რომ ანასტასია გვაშველებდა გამშველებელს მეტი ხვდებაო მართალი ყოფილა ომარიკო გამოდი და გაგვიანდება შეხეთ როგორ დაიზლაზნება რა გამოდი ახლა დროზე ინგა რო ყვირი ხოლმე უფრო იგნევა იქ ბავშვი წეღა რო დაიყურე კარაქიანი პურის მაგრად მაგიდის ტილო მოკბიჩა დი ტელეფონით დატენმა ჯამავიცდა და ტელეფონით რო წავიდე წადი ხო მე მოვალ წამოსაყვანად მაინც ახლა ტაქსის ვიძახებ მაგას გაგაყოლებ ნოვატორში დანიშნულების ადგილი ნუცუბიძის 68 ეგ არის ტელეფონით თუ არა გაქვს რობოტით დარეკი მე რა ვიცი ტუალეტის ქაღალდებს იპარავს ეგ რობოტი დარეკვაც შეიძლება აი მე მართლა იმდენი რაღაცა ისწავლა ბავშვმა შეიძლება ბოლოს მართლა რობოტით დარეკოს კაი ასე მაინც რო სწავლობს კაცო განვითარებულ ქვეყნებში სკოლებში ისწავლება ეს მაგრამ ჩვენ შორს ვარ ჯერ მაგისგან ერთმა ბავშვმა აწყო რობოტი და დააპროგრამა ხო და ეხლა დედამისს უთვალებს მაგ რობოტით თავის უფროს შვილს უი მართლა ძნელია მაგ რობოტის აწყობა ინდა მე მგონი ჩვენში ესეთები არ მოსულა ტეხავს კაი ხო რა ვქნა მშობელი ვარ კაცო აჰა მოვიდა ტაქსი მიდი ჩადი სადარბაზოსთან დგას ანასტასია შენ ტელეფონი რეკავს გისმენთ გამარჯობა ქალბატონო თქვენი შვილი ჩემთანაა და მაგიტო გიდეკავ მე გამტაცებელი მირეკავს მე მგონი ვარკეთილში ტაქსიმ წამომიყვანა არასწორად და მშველას ითხოვდა ქუჩაში მე მოგიკუდეს დედა დატოვეთ რა მანდ მეტროსთან და მოვაკითხავ მე თვითონ გაიხარეთ ინგე ხლა შენ ცუცუბიძის 68 მივთითო რომ ვარკეთილში წახვიდე პირდაპირ ისები გაუქმებიათ თურმე ბავშვებო შემოდით კლასში დაიწყო გაკვეთილი აუ ცოტნე რა ნუბი ხარ წაიქცა მას ვაიმე ნუბი რა სიტყვაა შვილო ქართულის გაკვეთილია და ვსაუბრობთ მხოლოდ გამართული ქართულით თქვით სულელი ქარაფშუტა ჩათლა დავიწყოთ რა მას ასაკითხი გქონდა მოთხრობა დავიწყებ კი აბზაცებად უნდა წავიკითხოთ ომარიკო დაიწყე ერთ სოფელში რომელიც უდაბურ ტყეში მდებარეობდა ცხოვრობდა ერთი კაცი სახელად დავითი დღეს რაზე ვინადირო თქვა დავითმა ხო ეხლა მანდ ერთი დეტალი არის დავითმა არა დავითიმ წიგნში შეცდომა არის და ჩავასწოროთ სულ ყველა ნახეთ თვითონ აი ბრუნვაშიც როგორ არის დავითიმ ხედავთ მას გავაგრძელებ დავითი ნადირობაზე ფიქრში გაერთო თან ძალიან შიო და ამიტომ მაცივრიდან ნეხვი გამოიღო და ჭამას შეუდგა ვაიმე ცოტა დაკვირვებით რა ეგ წერია კაცო მან ძეხვი ო ნეხვი ხოზდალობა სიტყვა ამას ხო ნუ არ არის აუცილებელი რომ ითქვას რა გავაგრძელოთ რა ანა მარია გააგრძელე ისევ მე მას ამ დროს კარზე მძვინვარე ბრახუნი გაისმა თითქოს ვიღაცა კარის შემოტეხვას ლამობსო მაგრამ კარი არ გატყდა ძალიან კარგი აბა ეხლა ვინ მეტყვის რა იგულისხმა ავტორმა სახლის კარში რისი თქმა სურდა ამით აბა მას იმის თქმა სურდა რომ სახლში ქურდები რო იჭრებიან თუ კარებს კარგად ჩაუკეტავთ ვერ შემოვლენ არა კარებში ავტორმა იგულისხმა საქართველო ხოლო ადამიანში რომელიც აი ამ კარებს ეჯაჭგურებოდა ტერი კარი ვერ შემოიმტვრა ისევე როგორც საქართველო გადაურჩა ამდენ ტერს მას რობაკიძე ნეხვს მეძახის ნეხვი არ გამიძახია მას ძეხვი დაუძახე რობაკიძე დასტოვე კლასი მას დასტოვე კლასია თუ დატოვე კლასი ომარიკო მიყევი ბუნების მასწავლებელმა რეული დამიგლიჯა შეხედე საერთოდ აღარ ვისწავლი რა რეული დაგიგლიჯა ომარიკო არ გავგლიჯო ეხლა ეგ ხალი ხო შეცდომით გიწერია დავალება ხეებზე და ფუჩქებზეო მე რეული რამ დააგლიჯინა შეიძლება რომ ნევროზი აქვს დედა ნევროს მივცე მე მაგას
რას ლაპარაკობ, კაცო, რა რვეულებს მიგლიჭავ, ვერ გავიგე ბავშვი დაფრინავს ნოვატორში, აწყობს და აპროგრამებს რობოტებს. ჩემი რობოტიც რომ მქონდა ამას წინ წაღებული სკოლაში, მარტო მაქალს არ მოეწონა. დიდი არაფერიო ასე თქვა. სულ გაგიჟდა ეს ხალხი რა. შეუნა წაიყვანო ხალხოიც ბავშვი ნოვატორში. მისამართი ხო გახსოვს, ნუსუბიცი 68. ეხლა დავრეკოთ. სად რეკავ ნოვატორში? არა კაცო, მაგაცე მადლობის მეტი რამე თქმის ვერ გავიგე რას ვერჩი. სადაც საჭიროა იქ ვრეკავ. ზემოთ. აი მე ამ შობლების ჩახში ხო არ წდება კიდე ეს მესიჯები რა. რა ხდება? აი მე გოგოებო, ჩვენი ბუნების მასწავლებელი გაუგდიათ თურმე სკოლიდან. ხადაობ ხო? ასე მგონია რომ დამთხოვა არ არის იქ. დამაცადე. კი გოგოებო მართალია, მაგრამ ისე კი არ მიყვარდა ეგ ხალი ერთხელ ჩემი სალომე ისე ითხრია თმებით რომ ბავშვი სახში რომ მოვიდა ტალავერი ქონდა თავზე. მე უბრალოდ იქ დავრეკე სადაც საჭირო იყო. აჰა, მოვედით ომარიკო კლინიკაში. სისხლის ანალიზი კეთებ იცოდე მეტი არაფერი. ოდე, ბევრი სისხლი რომ მომაცალონ და მოუკვდე. ბრებს ამბობ ბიჭო, ვერ ახარ შენ, ხო იცი? მობძანდით ვინ არის? მე ვიღაცას დაუკაკუნე კარებს და დროზე მეორე სართულზე. 6 ადამიანი არის იქში. ხვალ რომ მოვიდეთ. არა, ომარიკო ვიჯდები და დაბელოდებით აქ. რაო, რადიოლოგია, ტრავმატოლოგია, ვაიმე. უკაცრავად ამ გინეკოლოგს კარები რომ დაუკიდოთ არ შეიძლება, ვერ გავიგე. ბავშვები გვყავს კაცო აქ. უკაცრავად ხალბატონო, ჩემი ქმარი აქცევს, პალატაშიაო ასე მითხრის და არ ვიცი. აი მე თქვენი ჭირი მე ხალბატონო რა. ისე გავზარდე ბავშვს ხაწელი მე არ ვიცოდი ჩემი ქმარი სად იყო და დიდი ამბავი ხარ თქვენი ავადმყოფოში მოძებნოთ რა. ეს ბავშვი სისხლის ანალიზიდან ტირილით გამოვიდა. მე შენია, წავალ ეხლა სახში. მორჩი ეხლა კაცო, ამ ხელა გზაზე ვარ წამოსული დაჭექი ხლა მანდ. რა კლინიკაში წამოვით რანაირი ექიმები დადიან რა. რაზი ექიმო ბურჭულაძეც გადაუსხეთ სპირტის შემთხვევით, აი მე რა ვქნათ ეხლა. ასეთი უყურადღებობა გაგონილა, იმედია სისხლის ანალიზს მაინც გამიკეთებენ სწორად. აი მე ჩვენს ანალიზებზე ვართ, ხო ბავშვი მოვიყვანე, თქვენს მერე ვართ ჩვენ. უი, ხომი გემოგლობინი მაინტერესებს. ჩემმა შვილმა აშკარად დაწეული გემოგლობინი და ანალიზი გაიკეთე აუცილებლადო. აქ მუშაობს ჩემი შვილიც, ანუ იცის რა. აი რას ნიშნავს პროფესიონალი რა. არის ექიმია თქვენი შვილი. არა, ბუღალტერი არის აქ, ზემოთ მესამეზე. აუი. ხო ანასტასია. ინგა ომარიკომ ტაქსის გამომაძახებინა და მოდის უკვე სახში, არის ნერვიულო. რა? აი მე გამომეპარა. არიკო ამ გვერდზე თუ შეგეშალოს დაწერა. ჩათვალე რომ მკვდარი ხარ რა. კაი, აღარ შემეშლება. რა დავაწერო თავზე, რომელი თვეა ეხლა? ოქტომბერია. დააწერე ხო, საშინაო დავალება. შეხედე რა დააწერა. ოქტომბერს მოგწე მე შენ. ოქტომბერი. რა გინდა, თვითონ მასწავლებელმა გითხრა რომ ესე დააწერეთო. არა, ოღონდ თავი გაიმართოს და რეებს ამბობს, გესმის? არაფერი არ მისმის ეხლა, ფლიპმენს თამაშობ. Samsung-ის საიტზე ჩაეშვა ახალი თამაში და მაგას ყომარო ფური საათია. გათამაშებაც იქნება მალეო ასე ამბობენ. ხო, შენ იფრინე მან ვირტუალურ სამყაროში, აგერ შენ მაძმამ წერა კითხვა არ იცის. დამიწერა აქ ოქტომბერი. მიყური ახლა ამოხია ეგვერდიც. დამიტოვა 4 ფურცელი რვეულში. ეს მე დავწეროთ, მანამდე ბუნების წიგნში რო კროსვორდია, ეგეთ შესაძლებლები გვაქვს. ანასტასია, მათამაშებ მე მეც ფლიპმენს. შემოbrunდი აქეთ. მაჩვენე ერთი წიგნი. აჰა, 5 ცალია კროსვორდში, პირველი. დადის კედლებზე აკეთებს ქსელებს, რა არის? სპაიდერმენი. სპაიდერმენი არა, ფლიპმენი. ვერ ახარ შენ, რა. არ ჯდება. კაი, მეორე გავაკეთოთ. დაფრინავ სახში ძალიან სწრაფად. აბა? კოღო იქნება. არა, ეგ არ არის. ვახ შენი. კიდე წავაგი. ბუზი. სიკვდილის ბუზი. მზიებებოს 12 კვილი მოძრა. პროტაზე იყო ეგა. ხმათო რა შწერეალე. მეც მინდა ასეთი კბილები, რომ მოვიძრო ხოლმე და ისევ გავიკეთო. რა უნდა მე მაგას? დადექი მიდიკედებთან დაკრიჭა კბილები. მე ჩაქუჩს მოვიტან და ეგ არის. კაი გოგო, რეებსეუნები მართლა იზამს. მომისმინეთ, ახლა ამდენი ბილეთი გვაქვს ჩვენ გათამაშების. შენ 18 და მზიებებოს 113.
18 და 113, ხო? აჰა. ხო და დაგიმატებდეთ და ჩემ ბილეთებსაც გაბევდება რაღაცნაირად შეგურიოთ, ხო? ისე საიდან მოაგროვე შენ ამდენი ბილეთი? გადასახადებ ცელი სოფელი მაგეთი ხდის. მეტი არცერაფერი არ გვიდგას სოფელში Paybox-ისგან და Paybox-ია და Paybox-ი ქვია მაგას. და ისე ჯობია ადამიანმა SMS კვითარი აიღო, ვიდრე ქაღალდის კვითრები, რომ ბუნებასაც გაუფრთხილდე. ბილეთების ჩუქებას კიდე არანაირი აზრი არა აქვს. ეხა Viber-ის ლინკით გაგაწევრიანებთ Paybox-ის არხზე და 5 ბილეთი კიდე დაგემატებათ. წარმოვიდგინე, ეხა პირადი კაბინეტი და მზიაბებო რო ტელეფონის ნომერს ამატებთ. 10 წამში იქნა ეგ მზიაბებო, რასაც ინგაზე ვერ ვიტყოდი. ჯერ ხო ნომერი ძლივ შეიყვანე და მე კიდე სუდალეცა ის სენსორიანი აპარატი. არაფერიც არ დამილეწავს, ვაშაკიდეთ თქვენნაირები. დალეცა. ესე იგი ამ სამსახურის გადამკიდე ერთი ვეღარ მოვიცალე რომ გვეჭორავა რა. და საღამოობით ვიჭორავთ ხოლმე, მე რა ეგ რა პრობლემაა. საღამოობით მეც მცელია ხოლმე 7 საათის მერე. ხო და რა გინდა, მე რა აშენებულა ქვეყანა. ანესტესია ლალიდეიძე რა მაგრა ლაპარაკობს, ხო? აშენებულა ქვეყანა. შეც მაგრად ბორე ინტერესი. წყალი რო ჩაუშვი. გოგოებო, რომელიმეს ისპანახის რეცეპტი ხომ არ გაქვთ? ვაიმე ლია, მე მაქვს არაჩვეულებრივი. ჩავიწერ მერე, თურმე ძალიან უხდება ნიბოზი. ნიგოზი ქვია მაგას ლია. ცოტა ეშლება ქართული. თავარი ადამიანობა არ ეშლებოდეს, თორე დანარჩენს რას დაეწებ? რას ლაპარაკობ, ადამიანობა რო არ ეშლება, მაგიტო დავახლოვდით თორე. ნამდვილად მთავარია ადამიანიობა. ომარიკო რა შვები აბა? უნდა იბანაო დღის ცოტი არ დაგავიწყდეს. დედა, ამას ვინს ხედავ? ინგა, გოგო აქ რა გინდა შენ? ლალი, ჩემო საყვარელო, ხო აი ასე აქ დავიწყე მუშაობა. სულ დაივიწყე, ხო შენ ქვედა მეზობელი? აი, ბავშვი დავინახე, წეღან არ ბოდა მომესალმა. და მარტო თუ ყავდა დატოვებული, გეთქვა და ავხედავ ხოლმე. ისე კი ვნერვიულობ ცოტას, რაღაცნაირი დაბდურა ბავშვია და აძახი ხოლმე რა გეხვეწები თუ არ დაგეზარება. კაი, ჩემო კარგო, მეცოდინება. ერთი ყავა მომეცი ბათუმური. ომარიკო მოვიდი სახში. აბანოში წყალი ეტოდგეს. მე ვიბანიო ეხლა. ხო და დაიტაბორა ქვედა მეზობელი. დედა, როგორ გაიმეტა მოსაკმავად. მაგის მოწმობა უნდა ავიღო და მანქანა რომ მიყოლება მე ქალაქი ავაწიოკო. აი, ერთი სწრაფად გივლია როცა იქნება რა. ვინვის ააწიოკებს მე ვნახავთ რო გწვდები მაგ თმებში. დედა, რანაირად გახარ ომარიკო რა არის? გასწორდი. არ გასწორდი. თეორიას სწავლებ და მარეგულირებლად მიყენია. ხელები მეწყინა, გავსწორდები რა, თან წყალი მინდა. საიდან მოდიხარ ინგა მარეგულირებელს ვერ ხედავ? არ შეიძლება მარჯვნიდან. სახლში სიარული მეკონტროლე ახლა. აუ, დღეს იცი რეპს მიკეთებდა ანასტასია, ვითო ავარია მოხდა და ბინტებს მახვევდა. თან იმას იძახდა, დაბლავნა დავადო ნეტა თუ მაღლაო. ბიბო, ომარიკო შემოვარდი ისე შემოდი. აი ეგრე კაია. დედა, როგორ მარტყმევინებს წერებს ამ სასალამად ბავშვზე, რა გეგონება კუტავე იყოს. შენ ჯალით წადია პეპო. ბიბო, რატო იქნებ ხილს? მარეგულირებელი ხარ და რაღაცას მანიშნებ, ხო? და იცა გამოვიცნო. რას განეშლი გოგო პირჯონი გადავსახებ ბავშვსა. აუტოალეტში უნდა გავიდე. ომარიკო ეგრე იდიქ და არ გაინძრე 2 წუთი. დედა, როგორ ძეგლივით ამიყენა ბავშვი, ჰა? ვიუ. ანასტასია, რა ხდება? სეცრებო დახმარება, ტუალეტში ქაღალდი გამოილია. რა უბედურება, ესე იგი გრამი შაქარი აღარ არის მაღაზიაში რა. იცი ბევრი ვინ წაიღო? ლია როე შენი მეზობელი, 20 კილო ამაწონინა. არა თამუნა ექსუ ეგრე ზიდავს მაღაზიიდან, რამე შოკებით, იმდე რაღაცას აწყობს სახლში, რო. გამარჯობა გითაყვა, ეთიპური თუ შეიძლება. ანასტასია, გამოვატანე მე ომარიკოს დილით პური და რა იყო, შეჭამეთ უკვე? ჩვენ არა. მაგრამ სადარბაზოთერი ძაღლია, მაგან კი. არა დაბდურა ბავშვია რა. აჰა, წაიღე და იმყოფინეთ ახლა საღამომდე, კრიზისია. როგორ უნდა შეგიჭამოს საღომა პური, ჰა? დედა რა კაი გოგო გყავს ინგა? არა თხოვებ. გოგო 17 წლის არის ჯერ, მაგრამ ესეთია რომ არამდარ გამტაცებს სახლიდან ნამდვილად. ანესტესია, მოიტანე პური? რა გჭირს?
მაგარია პერსნი ძაღლი ყოფილა. აუჯენ ჰოშნიკი გავწეხე. რომელი გატეხე? მზიაბებოს ფულით რო იყიდე? აუ ხო ეგ სექტემბრის პენსიაზე რომ იყიდა. დედა როგორ ეწყინება ახლა რო გაიგებს, ჰა? თუ არ იტყვი ვერ გაიგებს. ვებშერიც რა არის მაგ ნაუშნიკი. გეგონოს ქალბატონო, ბებიაშენმა ისეთები იცის არც და გესიზბრება შენ. ჩემ ბავშვობაში რომ გამოდიოდა ხოლმე გაზეთი გესტაფო. ისეთებს წერდა ხოლმე მან ბებიაშენი რომ თვეობით ლაპარაკობდა მე ხალხი მაგაზე. ვა მზიაბებო ბლოგერი ყოფილა. დედა როგორ მოვატყო ახლა ამ ნაუშნიკის ამბავი და როგორ ჩავხედო მზიაბებოს თვალებში, ჰა? მზითვების ვეზე რო გაუტეხით, ჩახედი აი ეგრე. ესე იგი მოსიარული არქივი ხარ რა, დაიმგვანე ბებიაშენს. რა ჯოს მზიაბებო, ვა, მე რა ვქნა ახლა? არა უშავს ახლა ცალიყურით მოусმინე, მაინც ერთ ყურს შეუშვებ და მეორეში გამოვუშვებ და. მაგრამ იღაჯავი ძალიან. დედა როგორი ჩხუბია უბანში. ნინო, მოიწიე გოგო, ეკა და თინა ჩხუბობენ. შენზე, შეტუდუ ცომათხოვარო. მოვედი, ეს მეორე შენ შეჭამე. გოგო, ესენი კიდე ჩხუბობენ, წეღან დაწყევლეს ერთმანეთი. დედა რა სიტყვებს ამბობენ, გოგო? ომარიკო, რა გინდა შენ აქ? მიბრუნდი ხა იქ დიდამაშე. უყურე როგორ ისმენდა რა. რა გამოვტოვე, გოგო, გადახვევა არ შეიძლება. რა სიცინი ხარ შენ მან, დრო იცინი ხარ. აი მე დედა. რა მისანახაობა, აქ ჩხუბობთ მე რა, ჭორიკანა ბებრები. რაო? რა თქვი გოგო? ჭოროობა სხვისი მეზიძღება როგორ მეტავ მაგის თქმას. დაანებე დედა ჩემს თავი, თორე პრობლემები შეგექმნება. აი მე სკვინტლი მოიწმინდე პატარა. ინო დამაკავე ახლა იცოდე, თორე თუ მწვდი იმ წებში გავამელოდებ მე არ ვიყო ინგარა. ვაი მე ინგა რა ხდება, რატო ჩხუბობთ? რა და მოვარდა გოგო ეს ცერცეტი ქალი და ჭორიკანა ბებრები გვეძახა სულ ამ ხელა ქალებს. ვაი მე გაგონილა ასეთი რამეს თქვა. აი მე გაგონილა კი არა ზედარ მიგაყოლო ქალო. ჩემი არი პატიოსანი მეორე დადიოდეს უბანში ჭორიკნებო თქვენ. ხო, აბა გეგონოთ. ლალე დედეს კმართო რომ მიდიხარ ხოლმე სამშაბათობით 8 საათზე. დედა. გაიგე ქალბატონო ეკა, წადი ახლა კაცო დაიკარგი აქედან. ყოჩო ხომარიკო. აი შვილი. დედა ისეთი მოწნის სუპი გამაკეთე გაგიჟდებით. თინა ხო შეჭამშვილა შენცა. მე თიკო მქვია და მოწნის სუპი არ მიყვარს. იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული არა გაქვშვილა ნაჭამ ესეთი გემრიელია სოფლის მოწნით. აუ მან ერთი ზულტი და როგორ გამოძახებული KFC. სიტყვა არ დაგწეთ არციც. და რა უთხრა ანასტასია რომ კეშბექი იყო და მაგითო გამოვიძახეთო. პლუს ბარათი თუ ხვეც დღეს ახლა 50%-იანი კეშბექი ვოლტზე. KFC-ს თუ გამოიძახებ. ხო იმ ზებებო გაიგებს ეგ რო უთხრა. არც ვოლტი არ იცის რა არის, არც KFC და არც კეშბექი. გოგო, მაწვნის სუპიც რო ჭამოთ და მე ბურგერებიც ვერ გავკაჩავთ. აბა რას ვკაჩავთ ერთი გამაგებინეთ? ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ უფრო მეტ მაწვნის სუპს შეჭამს. თიკო ხო შენ პლუს ბარათი გადაიხადი. მაგაზე ხო იცი კიდე 10 ლერიანი კეშბექი ვოლტზე დაგიჭდება. ხო მე ისედაც მაგით ვიხდი სულ. გოგო 20 ნოემბრიდან თვის ბოლომდე კიდე აქცია და ვოლტიდან თუ გამოიძახებ KFC-ს 5 ლარია კეშბექი. ოკეი, დღეს თუ გადავჭით, მე ჩვენი გადარჩენის ამბავში გამოვიძახოთ კიდე. ეს ამ სასარი მაწვნის სუპი გოგოებო მოდით რა. მოკლედ მაწვნის სუპებს ვაქცევთ უნიტაზში. ოღონდ ძალიან ჩუმად. საერთოდ თავდგავდივართ ჩემი ოთახიდან შევდივართ ტუალეტში და ვაქცევთ. გასაგებია? გასაგებია. პირველი მეწავალ. მიდი აბა შენიცი. აუ, კალიდურში ჩაიხლიცა. რა მოხდა? ბაიმე, კედელზეა მაწვნის სუპი გადასხმული. რანაირად წაიქეცი ბიჭო? ბაიმე რა ლამაზად არის გადასხმული, ისე უყურე რა. ბავშვებო, დასხედით კვადრატ ამოდის. აბა დავსხედით ბავშვებო, მოვემზადეთ მათემატიკისთვის. ძლივს მოვაღწია დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შვილზე და დღეს ვისაუბრებთ სამკუთხედზე. სამკუთხედი რომელია? აი შეხედე მოსვიცის თავს და მიხვდები. საჭირო ოთახში გავალ. დასვენებაზე რას მიკეთებდი ლომსაძე? დასვენებაზე ჰოტდოგს ვჭამდი მას. და ეხლა ის ჰოტდოგი ნახავს ტუალეტში. წადი ხო? მაშ, ვაიმე სამკუთხედის წამოღება დამავწდა რომ მეჩვენებინა. მოსვიცე გამობრძანდი დაფასთან თვალსაჩინოებისთვის. აბა ვინმე ტყვის ბავშვებო, დაკვირვების შედეგად, როგორი ფიგურაა სამკუთხედი?
ომარიკო გისმენ? სამი გვერდი აქვს, სამი კუთხე აქვს და მოსიძის თავს გავს. მას ორ კუთხედი არსებობს? არა. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამოუგონებიათ. ოი, დებილო ბავშვო. რა სიტყვებია? ქუჩაში ვარ? ქუჩაში? მას ომარიკო მესროლა ქაღალდი. ომარიკო ერთი შენიშნა და გახვალ გარეთ. ლომსაძე რა არის? ამდენი ხანი მიდოდა ტუალეტს? დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შორზე ტუალეტში მას. ომარიკო მტვინი შეჭამა მას. მე არ ყოფილი ვარ მას მაბრალებს. ომარიკო გაბრძანდი გარეთ. გაკვეთილის ბოლომდე არ შემოხვალ. ტუტუციეს. დავალება ჩავინიშნეთ ხო? ომარიკო შემოდი. აბა, რა ვისწავლეთ დღეს? რადა დამლაგებლის შვილი თურმე ვერ მოეწყო მას უმაღლესში პირველ წელს და გათხოვდა კახეთში გურჯაანელ ბიჭზე. მაგრამ ლოთიაო ის ბიჭი ასე თქვა, ალკოჰოლიკი. ზიაბებო ჩამოდის მატარებლით თუ დელეგაცია. მთელი ოჯახი რო წამოგვიყვანენ დასახვედრად. ესე იგი რა, ჩირები და სულშხელები რო ჩამოაქვს, მაშინ გიყვართ მარტობებია თქვენი. აუ ძან მიფციდან ტუალეტში შევალ. შედი ხო? დედა ისე გამოვაქციე ბავშვი რომ ვერ შევიდა ტუალეტში. უკაცრავად შვილო, აპარატენ ჩარიცხვაში დამეხმარეთ. კიდე პრობლემა აქვს ალბათ, აი მოგბძანდით Facebook-სთან. აუ ჯე ვერ შევედი იმ ტუალეტში. 54 წელია მსუქანი ქალი დგას კარებში ჯოხით. ვაიმე ნონა კიდე ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ვაიმე, აჰა გამომართვი და მიეციეს ხურდა. ანასტასია, გამოდი ახლა რაღაც აკეთებ ამდენი ხანი. ნახვამდის. Facebook-ის გეთამაშებაში ჩავდი ეს ქალი. პირადი კაბინეტიდან დაუმბადე ტელეფონის ნომერი, ნუ ასე ყურა გავაკეთე, მაგრამ მაყოფილი წავიდა. ესე იგი, მე აქ წვალებით მოგროვებული 18 ბილეთი მაგას კიდე კონკურენტებს მიჩენს რა. აი მზიაბებო ჩამოვიდა. დედა რა არის, ამდენი პარკები რომ მოგაქვს, რა უბედურება. Paybox-ის ჩეკებია ესენ გამომართვი. 1 პანკი, 2 პანკი, 3 პანკი, 4 პანკი და 5 პანკი. ესე კიდე სუმკაშია. ტაქსი ხო არ გვინდა, ტაქსი, ჩასხედით წაგიყვანთ. ჩასხედით ეხა ტაქსიში, თუ სადაც არის, ჩავიკეთს მიდე ჩავარდ ბილიონდაკებში. უყურე, დატოვა ვიღაცამ ბოშ ტუალეტებთან იხევა ტერილით. ვაიმე, გააჩერეთ მანქანა. ჭილკუ ორვე. ვაიმე, როგორ მიყვარს ეგ ქორწილის სიმღერა. რა ქორწილი, ახალი წლის სიმღერა? ოღონდ შელახული და გაპარტახებული. ერთეულებს სანტად შეურაცხყოფილია და ინგლისური ენაც. აბა ნოემბერში რო იყიდე ნაძვის ხედა სახლში მოიტანე რა გეგონა. ეგ სახლის ნაძვის ხე არ არის, ჩემ ოთახში უნდა დავდო. აქ არ გამოიტანო, რომ დომოდე დიცვიყიდი. აუ მეც მინდა ჩემი ოთახისთვის ასეთი, თავისით რო ანათებდეს. დიახ, თავისით ანათებს, სინათლეზე იდენება. საიტია ჯერჯი, უთხარი ინგას და გიყიდის, მარტო მაგათავთ. ხოლია, გოგო ნაძვის ხე იყიდა ანასტასიამ გამოდი გაჩვენო, გაგიჟდები. მყავაც გამოაყოლე დავლიოთ. კაი. ბავშვი ანასტასიას თავის ოთახში აქ ნაძვის ხე და ღამე როგორ მოუპარო მას სწავლით. შედი დაიხ. ურა დებილია ვასოდა. შედი ვარ ოთახში. ნაძვის ხე. ბავშვი. რა საკეთებ, დებილო ბავშვო, ვიცვლი. ანასტასია, აი მოდი შენი მეგობარი დეკლა. მაგას კიდე ერთხელ იტყვი და ვარკეთილის ავტობუსს გაყვები გლდანის მაგიურად. შენი ძმა რატო წამოიყვანე? ძალიან მინდოდა შენი აზრით? შემომტენეს. მაჩვენიება რა უნდა იყიდო. სნეგურაჩკის ფორმა რა თქინდა? აუ ეხა ძალიან პირად შხვარერები შენ შემთხვევით. არა როგორ გიკადრებათ? ნაძვის განათებები, ტელეფონის კეისი, სკულაპის გადმოცემა. სკულაპი არ გააქვს? გოგო არ მაგ და გუშინ მთელ დღე მაგაზე ვტიროდი, ძალიან მაგარი ფაზაკლებები გავუმაწე. მაგრამ მე საკუთარ თავს აღვთქვი რა, რომ მეთქი ესეთი რაღაც აღარ განმეორდება თქვა. კაი, სანამ სახში წავალ გადმოგაწერინებ. ეს ერთი მიზანი მაინც შეასრულე ახალ წლამდე. ანასტასია ის ბიჭი ხელს გვიქნევს. აუ ხადაო, ლექციოა, აქ რაღაცა ხდება ვერ გავიგე. ომარიკო იქ დაჭიქდა დამელოდე 2 წუთი. არსად არ წახვიდი. ვა, გოგოი, ბუაქ სად გაგჩითეთ თუ?
ყოფილს გაუმარჯოს, რითო იმსახურე თქვენი ხილვის პატივი. რავი, საყიდლებზე გამოვედი რა. დაერიცხა ბებია შენს პენსია. შენ თალაპარაკის დრო არ გვაქვს. ეგ პენსია კიდე სულ არ შემოგეხარჯოს. თვის ბოლომდე უნდა იმყოფინო. ეს არის კულაპი. სანამ Wi-Fi სიჭერ გადმოწერე. აგერ მოვიდა მარშრუტკა. всё ავედით. შვილო რატო სიხარ აქ ვიკეტებით? ჩემ დასველოდები. გამარჯობა რა შევკვეთავთ? გამარჯობა, მე ერთი ცეზარი და ერთი ალუბლის წვენი თუ შეიძლება. კი ბატონო და თქვენი შვილისთვის? რა ჩემი შვილი, ჩემი მეუღლეა. უკაცრავად თქვენესინებებთ. მე ერთი კარბონარა და ერთი ამერიკანო რა უშაქროთ. კი ბატონო ახლავე. დესერტსაც ხომ არ მივით მევთ? რავი, გვინდა დესერტი? კაი არ გვინდა იყოს. ნერი მიმტანია. ნინი ისეთი წვილი შემოვიდა რომ იმ გოგოს ქმარი შვილი მეგონა. გოგო ეგენი ძალიან ხშირად შემოდიან აქ და თუ გინდა მაგათ მიმომსახურები და შენ თელს მიეხმარე. გოგო ვერ ვიპოვეთ მე დათიო მიმსაფულის პატრონი და ესასტარიანი გავინაწილეთ. შენი წილი შავი ჯიბეს ჩაკიდე მეორეში. ჩიგარი ხარ. კაი მაგათ მიმომსახურები და მიდი შენ მეორე მაგიდას მომსახურე ახლა რა შემოვიდნენ. ხო კაი გოგო ანასტასია, მალე ითვისებს ძალიან. მოგესალმებით, რა სინებებთ? მე ორაგული ტკბილცხარი соусით. მე სტეიქს ავიღებ მედიუმ რეარს და ორი ყავაც რა. გასაგებია. ვარდებსაც მოგართმევთ ცოტა ხანში და სანთლებსაც ავანთივთ, მეტი რომანტიკისთვის. რა სანთლებს აანდებთ და ძმავართ ჩვენ? დედა, დავალებოსტე რომ რაფერი ვერ გავიგე და შეგიძლია დამეხმარო. უი, ძალიან მარტივია დედა, უყურე, 3 გამრავლებული 5-ზე. 5-ჯერ 3. რამდენია? 12. განარა! 12 განარა, საიდან მოვიდა 12 საიდან მოვიდა? ეხლა ვიცი დამიწეთ კომენტარებში. ბავშვთა უფლებების დამცველები როგორ შეიძლება ბავშვზე ძალადობა? ბავშვზე ძალადობა არ არის გამართლებული, მაგრამ არა. ამ ნაირს უნდა ვიცალადო. მოდი აქ შემდეგ! რა ხდება, თალო გამაგებინი დაინგრა კორპუსის სირცხვილია მეზობლების მაინც აქვს თქვენი. ყოველთვის აგაჩხუბებს გამაგებინი. აღარ შემილია მე. დებილია ეს. კითხე გამრავლების სტაბულა, კითხე. 3-ჯერ 5, კითხე რამდენია? მამა, რამდენია 3 გამრავლებული 5-ზე? 12, მამა. ვაიმე დედა. ვაიმე დედა გული. ვაიმე დედა. დედა მათემატიკოსი. განათლებული ქალი ძალიან. ქალს ოჯახი მიყავს. მამა არქიტექტორი. არც მამა არ ყავს უტვინო. შვილი გამოკლიანებული შენი. უმაღლესი განათლება თუ გაქვს? დიახ, მაქვს უმაღლესი განათლება. და რა გვარის ბრძანდები? რუან ხარ შეიძლება რა. ქალბატონო, იცი რა მკვირს? ამდენი საბრძოლო რო დაიწუნეთ. რა, თქვენი შვილი ასეთი გამაგებინა. ერთი სიგრძეა, ერთი მელოდი ბიჭი არ მეკუთვნის. ვის ეუბნება ეს? ვინაა გოგო მელოდი? ირაკლი. გამოდი. მოიხადე ხუდი. უი და სმუკი. ყოველთვის მინდოდა ამ სიტყვების თქმა. ჩემმა შვილმა თმა ჰელანში გადაინერგა. ახლა რა შეეხება ჩემი შვილის სიგრძეს? დიახ, ჩემი შვილი გრძელი და მაღალი ბიჭია. მაგრამ ჩემ შვილზე უფრო მეტი სიგრძე შენ სენას ქონია. ამიტომ მოდი ჩემთან დედა ერთი წუთი შენ დასაქმე მაქვს. დედა რაკენი? მოვკვდა ეს გაშავდა. ეს ნოხეს დეგენერატკა. ასე მარტება ყველას, ვისაც გრძელი ენა აქვს. ვაიმე? არ გამედო სიკვდილი. ჯერ არ გამედო სიკვდილი, ერთი წუთი დამელოდე. ცხონებულ ბაბუა ჩემს უყვარდა ძალიან ბანანი თურმე და მინდა რომ გაგატანო მაინც იქით მიდიხარ და ესეც აწუწულე. ჩემმა დაქალმა და მირეკა ამწავს. შენი შვილიო, TikTok-ზე შენზე ვიდეოებს დებსო და მაგრად გადაობს. ვინ არის შენი სახადაო? მანახე რა ვიდეოებს დებ. დედა ჩემი სიკვდილი. ამას თავი მოუჭრია ჩემთვის ეს რა ვიდეოებია ბიჭო? მოდი. მორა მეც რა მიყვირს? ყოველი მეორე კომენტარი იწერება ხუდი მოიხადეო და შენ ხუთს რატო არ იხდი? რა, ბიჭო, ხუთს რატო არ იხდი? ხალხი გეუბნება ირაკლი ხუდი მოიხადე რა. შენ ხუთს რატო არ იხდი? ხალხზე ძმა მაქვს დედა და ხუდი რანაირად უნდა მოვიხადო? კომპლექსი გაქვს? მე რო არ ყავდე თქვენ რა გეშველებოდა, თქვენ ამოსაწყვეტებო.
მე ვიცი ერთი ადგილი, სადაც პრობლემებს შველია. სადაც კომპლექსებს აშორებენ ადამიანებს. შენაერებს მით უმეტეს. კლინიკა Hairline-ში წახვალ, მან დაგვხვდება ჩემი მეგობარი. და თმას გადაინეტო. მე შინია, დედა, აქ უკვე კომპლექსთან ერთად ახალი პრობლემა წარმოიშვა. ანუ მშიშარას ხარ, ხო? არ მინდა. რას ქვია, ბიჭო, არ წახვალ? არა. წახვალ მეთქი? არა მეთქი. კი, არა მეთქი, უკვე თქვი მე. მოდიო. You said forever, now I drive alone past your street. ესე იგი როგორც ვაყობ ჩემთან ოჯახში თავი შემოძვა. შენ რას უყურე, ბიჭო? რაიმ ჰაუს უყურე, დედა. ჩემს ჩანთაში 100 ლარიანი იდო. ფული ჩანთიდან გამქალია. რომელმა იღე? რა გინდა, ხალხო, რა ფული აიტეხე? ვერ არის კარგი. ხელი არ მომიკიდია შენ ფულზე. თქვენ ეთყობა დაგავიწყდათ ვისთანა გაქვთ საქმე. მე ახლა დაურეკავ კრიმინალისტების ჯგუფს მომიყვან. თითისანა ბეჭდებს ავიგებ. ვინც ჩემ ჩანთაში ხელი ჩაყო, ქალობას გეფიცები, ის ხელი მოწყდება. დამილოდე. მამა ეს რა დაგმართვია? ახალგაზრდებია საწასულა დედას ფული. თავ გარიჯგვინებულო. შენ რა გაცინებს? შენ გონია დამავიწყდა წეღან პრაიმ ჰაუს რო უყურებდი? ოჯახ! იყავი ახლა ცალთვალა ილიკო ბრუციანივით. ერთ დღეში ორი კაცის გალახვა ეს ჩემი ახალი რეკორდია. მოიცავ გიწამი? მამა, რა იყო? მაცივაში ნამცხრის ნაჭერი რომედო ჩემთვის. ეს შენ შეჭამი, ხო? მე შეჭამი. მოდი ჩემთან. საქმე მაქვს შენთან. აი, დამაგოიცოდე. ბიჭო. ჩადიქვევით. ნამცხრების შეკვეთა მაქვს მიცემული და მომიტანე. მომიტანე. მანახეაბო შემახედე როგორია? მაგრები არიან. ყოჩაღმა დავტი. ჩემი დაკალი ცხოვრობს ბარსელონაში დედა. ახლა მანახა თავისი გოგოს სურათი. ღმერთო, გავგიშდი რა გოგოა. შენთვის მომეწონა. ამიტომ მოგიწევს ბარსელონაში წახვიდე. მეტი საქმე არ მაქვს ახლა შუა ბარსელონაში დავდგები ნამცხრებით რა. მოდი ჩემთან. შენთან საქმე მაქვს. აი არევი წარსულის, ნანგრევინარი ხალასი, ჯადარასავით შემოგჩენია. დედა, ხელფასი დამერიცხა და გადავწყვიტე, რომ ფსიქოლოგი მომეყვანა. გაიცანი, ქალბატონი თამარა, მოგზავნე. გამარჯობეთ. ვინ არის ეს ჯერჯერობით ლამაზი ქალბატონი? ჩემს ოჯახში. ფსიქოლოგია, დედა და გაგესაუბრება. აჰა. ესე იგი. შენ მომიყვანე მე ფსიქოლოგი. ჩემსავე ოჯახში. ქალბატონო თამარა, თუ შეგიძლიათ, რომ დედას 1-2 სიტყვით გაესაუბროთ. ცოტა მკაცრი ხალია და ძალიან გამიხარდება თუ 1-2 სიტყვას ეთქვით. ვაიმე არა რა ქალბატონო, გეხვეწებით, როგორ შეიძლება აგრესია მით უმეტეს შვილთან. მობძანდით ქალბატონო თქვენ აგერ. საქმე მაქვს თქვენთან. აბა, კარგად, ქალბატონო თამარა. და კარგად დაიმახსოვრეთ მე რაც გასწავლე. თუ ვინმე გამაბრაზებს, ამას ტარი არ მოძრება, ვასი გენაცვალე. ეგ ჩემი სკოლა. აბა, კარგად იყავით ქალბატონო ნახვამდის. უი, ერთი წუთით ჩემს შვილს უნდა დაურეკო. დედა, დღეს რომ მითხარი, გახსოვს ღამის კლუბში არის რაღაცა ივენთი და დღეს თელი ღამე ვერ მოვალო. სახში დააგდო! დედა, გაიცანი, ჩემი საცოლეა, ნახე რა გოგო. მე წავედი ჩამოთახში. გამარჯობა ქალბატონო. ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ეს ვინ მომითრიო? შვარცნეგერის და ჟან-კლოდ ვან დამის ნაჯვარია? დახვედრაც ასეთი უნდა. როგორც ვთქვა, დიდად არ მოგეწონეთ რა? მაგრამ მაქვს თქვენთვის ერთი ჯოკერი შემონახული. მარტო თქვენ არ ახართ ჭკვიანი ქალი. ჩემი გონებაც მაგრაჭრის. მძიმე და ვარ თქვენი შვილისგან. რაო? შვილიშვილიო? ასე რომ, ჩემო ლამაზო ქალბატონო. დაემშვიდო მე შვილიშვილის ნახვას.
მოიცა შვილო, მოდი აქ. ძალიან კარგად ვიცით თქვენ შესახებ ყველაფერი. თქვენ არასოდეს მაგიარებთ რძლად. არასოდეს თავზე ხელს არ გადამისმევთ. და გამლახავთ ხოლმე ხანდახან, შიგადაში. რძლადაც მიიღებ დედა. მოგეფერები კიდევაც. რას ქვია ხელს როგორ დაგარხავ, არასოდეს არ გაგლახავ. არასოდეს არ მოხდება ეგ. თუ გატყუებდე, ერთი შვილი მყავს გვარის გამგრძელებელი. ეგ მომიკვდეს თუ ვიტყუებოდე. ბიჭო, ჩადიქვევით. ნამცხრობის შეკვეთა მაქვს მიცემული და მომიტანა. მომიტანა. მანახეაბო შემახედე როგორია? მაგრები არიან. ყოჩაღმა დარტი. ჩემი დაკალი ცხოვრობს ბარსელონაში დედა. ახლა მანახა თავისი გოგოს სურათი. ღმერთო, გავგიჟდი რა გოგოა. შენთვის მომეწონა. ამიტომ მოგიწევს ბარსელონაში წახვიდე. მეტი საქმე არ მაქვს ახლა შუა ბარსელონაში დავდგები ნამცხრებით რა. მოდი ჩემთან. შენთან საქმე მაქვს. დედა, დღეს საღამოს კლუბში ვათენებთ ბიჭო. რა ღამის კლუბი, ბიჭო, სახში დაებდე. ვერსად ვერ წახვალ. კარგი დედა, მოდი აქედან დავიწყოთ. დღეს შენ გაიყვანე საფრიდან მამას მანქანა, რომელიც დააზიანე. აღმაშენებლის ხეივანზე მიიყვანე ავტოსამრეცხაოში, რომელსაც ქვია გამრეცხე. შემდეგ გადახვედი ერთ-ერთ კომპანიაში და ზეთი ჩაასხინე. ჩომა შესასწავლელი არ გაიგოს. იყო ასე თუ არა? და ეს ყველაფერი შენ საიდან იცი? დედა, სადაც შენ ზეთი ჩაასხი. მაგრამ ისე აი გეუბნება იქონია. მაგარ ხალხთან მიხვედი. მიხვედი რა, მოხვედი. ლუბსტარის თანამშრომელი ვარ, ეთყობა და გავიწყდა, არ იცოდი. უნდა დავლიოთ. კლუბის მერე გოგოებთან ერთად უნდა გავიდე. კარგი, არ არის პრობლემა, თუ ყველა მიდიხარ, წადი შენც. ხო დაეკრე. მე წავედი. ეხლა უყურე. ქალებში წასვლას პატიო, დალევას პატიო. ღამის კლუბში გათენებას პატიო. მაგრამ ხალიჩაზე ფეხსაცმლით გადმოსვლას ვერ გამედიე! მოდი აქ შენი. დაახტება ხალხი, გამაგებია. მამა, დედამ შენი მანქანა გატეხა. მე თქვენ უყასო მოსამსახურებელი ვარ, თამარსახში. მოდი გაქვენი. არა. ამასთან დაპირისპირებას შენი ჩამშვები. ხო დედა. Good choices ბურგერები გამოგიძახე. ასე ამბობენ სასწაულიაო. შეუდარებელი გემო აქვს. აბა მაინტერესებს გასინჯე რა სიტყვა. რა ვიზუალი აქვს შეხედე. ეხლა თქვი როგორია? გემრიელესი იყო რა. გემოები დაბალანსებული, ტექნოლოგიურად გამართული, საუცხოო იყო. უბრალოდ ერთი რამე არ მომეწონა მხოლოდ რა. სიცხარე. ძალიან ცოტა იყო. მეტიც შეიძლებოდა. მომისმინე? შენზე უფრო კარგად იცის მაგ ხალხმა პორციებად როგორ უნდა დაყო. ვერ შეჭამ, უფრო ცხარეს. შევჭამ მეთქი. ვერ შეჭამ მეთქი. მე ვგიჟდები ცხარეზე, შევჭამ მეთქი, გეუნები, კაცო. კარგი. ახლავე დავრეკავ მათ ფილიალში და დახვდებიან. რა ამბავია დედა ამას მოვხდები. მისმინე? შენ გამოიცი რამდენი ხალხი შევაწუხე? შეჭამ რომელია? თებს მოასუფთავებ. დროზე. უფ, რა კარგია, შეგერგოს დედის წესწავით. ამის მერე გეწოდინება სანამ რამე სიტყვი. სიტყვები უნდა გაფილტრო. რა? ნახე ბოლომდე არ უჭამია. დაუჭამებია. მოვედი. მოგზადდა ჩემი სიმპათიური ბიჭი? სად იყავი დედი? მარაცხელიას დედას ვეძებ უკვე რამოდენიმე თვე და 100 საათი შოვება. ერთი წამის ვერ ნახე და გინდა გითხრა მაგარი რამე? ნახე? ჩემმა შეყარებულმა იტალიიდან ჩამომიტანა. ნახე რა მაგარია. მაინც შემაშხამდეს გამოდელიქე. რა ვერ გაიგო დედა მაგოგომ რომ ჩემთან ჭიდაობას აზრი არ აქვს. დაუმარცხებელი ვარ. კვარაცხელიას ზედა. თავისი ავტოგრაფი. დედა, როდის უნდა დაამთავრო ეს ჯიბრი? ან რა დაგიშავა ამ გოგომ ასეთი რომ ვერ იტან? იცი რას ვიზამ? იცი რას ვიზამ? ახლა ვეწავა და ცოლად მოვიყვა. აი განახეთ თუ ეს როგორ გათამამებულა? სიყვარულისგან დამწვარი რომეო. ვის მოვიყვა, ბოჭო? სანამ მე ცოცხალი ვარ. ჩემს ოჯახში ეგ თავის დაღუნულ ფეხებს ვერასდროს ვერ შემოდგამს. მაგის პირობას მე გაძლევ. შემოდგამს და ამ სახს აიში ავწევ. ესენი ვინ არიან ბოლო-ბოლო? დედა! აუ რა გაზისუნია? კი, დედა. გაზისული ნამდვილად არის. აი ცეცხლიც. მომენატრ. მოდი სამი გავიდეთ დარგი და. ესრიკი!
ხო ვერ მოვაშორე ეს გოგო ჩემს გასაეკიდა ეს წაკლა ატანა არ მახამისი სხვაგზას არ მიტოვებენ რა მაინც და მაინც უნდა მივმართო მძიმე არტილერიას ჩემი ძველი ნაცნობი ვენერა ობოლაშვილი სხვადასხვის ახლა გათავისუფლდა ციხიდან მოიცადე წუთი რაშია საქმე? დედა, შეგიძლია ამიხსნა 100 მწარედ რატო ვერ იტან ამ გოგოს? იცი როგორ უყარხარ და როგორ პატივის გცემს? ნახე, 500 ლარიანი მეტამორფოზის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ესთეტიკის ცენტრის 500 ლარიანი ვაუჩერი გიყიდა და გადმოგცა. შეხედე შენ ეს რა მაგარი გოგო ყოფილა? რასაც უკარი მაჩუკა ადამიანმა და მე კიდე რას ვაპირებდი? ჩემი ხელით როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანის მოსპობა? როგორ შევწდი? უი, მამა! ჩემი ტელეფონი აიღე რა ერთი წუთი. ავიღე მე? ჩემს მეგობარს აინტერესებდა რაღაცა მისამართი. ტექსტი ყველაფერი დაწერილია. შენ უბრალოდ გაგზავნას დააჭერე ხელი მამა. გაგზავნილია?